პირველ რიგში სამწუხაროა ის, რომ ბატონი მერი არ ესწრება დღევანდელ სხდომას და იქნებ დაგვდოს პატივი და დადგეს ეგ დღე, რომ ბატონ მერს ვიხილავთ მით უმეტეს ბიუჯეტის საკითხია და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მისი მხრიდან ამაზე მზაობა ყოფილიყო და სამწუხაროა ძალიან ეს დამოკიდებულება. რაც შეეხება საკითხებს, მე მინდოდა ბატონ მერთან დამესვა რამდენიმე კითხვა, მათ შორის იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც დაგროვდა ქალაქში, მაგალითად ბატონო მე წინა სხდომაზე ვისაუბრე ანტიკორუფციულ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით და იმ სხდომის შემდეგ ამ ჯგუფის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა უფრო მეტად, გამომდინარე იქედან, რომ მაგალითად ბატონი მერის კაბინეტიდან ძალიან კარგად ჩანს შემთხვევა აივნიდანაც კი, როცა ერთ-ერთმა ქართული ოცნების წარმომადგენელმა ღამის 3 საათზე ქალაქის ცენტრში ააშენა კოშკურა და ეს როგორ ხდება ესე, მე რატო ვერ ვაშენებ ამას და მაინდა-მაინც ქართული ოცნების დელეგატი როგორ აშენებს. მაგალითად პარასკევს ბატონოვანო ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით. მუნიციპალურმა ინსპექციამ 25,000 ლარი დააჯარიმა სამშენებლო კომპანია, რომელიც ნებართვების დარღვევით აშენებს მშენებლობას და დღემდე 8 სართულზე აქვს მხოლოდ ნებართვა გაცემული და ეს ჯარიმები იწერება, თუმცა ამ კომპანიებისთვის ეს ჯარიმა არის ზღვაში წვეთი, მაშინ როცა მოქალაქეებს ვანგრევინებთ და პირველად მდგომარეობაში ვთხოვთ ამ მნიშვნელობის რაღაცა დარღვევების უზრუნველყოფას და არ არის ეს შერჩევითი მიდგომა, ცხადად ჩანს და ამიტომ ამ შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით რაღაცნაირად უნდა კონდეს რეაქცია, იმიტომ რომ ამ ქალაქში ესე შემთხვევები ძალიან ხშირია და მშენებლობებით ეს ქალაქი გადაიქცა ფულის კეთების წყაროთ. ამიტომ მე მქონდა ბატონ გიორგისთან ეს კითხვები, მისგან მაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით პასუხები და ძალიან ცუდია ის, რომ ის საკითხი, რაც ეხა ბიუჯეტს ეხება, ამაზე მაინც არ ისურვა ბატონმა მერმა მოსვლა და არ აიღო რაღაცა სახის პასუხისმგებლობა, მაშინ როცა ყველგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მე სპეციალურად ვადევნებდი თვალს იქ მიმდინარე ამბებს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით და ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში იყო მერი და ამ სახის პასუხისმგებლობა აიღო და რა დამოკიდებულებაა, რა ფორმაა, ჩემთვის და სავარაუდოდ ჩვენი თანაქალაქეებისთვისაც ცოტა გაუგებარი ამბავია. დანარჩენს ვიტყვი ბიუჯეტის შემდეგ რამდენიმე კითხვა მაქვს და იმასთან დაკავშირებით. მადლობთ.